ვიწალე სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას წირვის მსვლელობის ჟამს აბრად მიპყრობდა სიხარულიც და მწუხარებას სიხარული იმის დღეს გავხდით ღირსნი რომ 12 მოციქული მოვიხსენიოთ და მათ მიერ დაარსებულ დედა ეკლესიაში მივიღოთ წმინდა ზიარება. მწუხარება მიპყრობდა იმიტომ რომ გუშინ არა მარტო ჩვენ ტაძარში, არამედ ყველა ტაძარში უამრავი ხალხი მოვიდა, ვინც მარხვა შეინახა, მიიღო წმინდა ზიარება და დღეს საჭიროდ არ ჩათვალა ეკლესიაში მოსვლა, იმიტომ რომ გუშინ ხომ იყო. ასეთმა ადამიანებმა არ იციან ელემენტარული რომ კვირა ეს არის აღდგომის წინვალე დღესასწაული. კვიროს არის უფალი და კვირა ნიშნავს უფლისა. არ არის ეს დღე შენი, ეს არის უფლის დღე და გთხოვს ღმერთი რომ კვირას მოდი და გაიხსენე რა გავაკეთე მე შენთვის. რომ ჩვენი სარწმუნოება არის ერთი სასწაულის სარწმუნოება, აღდგომის დღესასწაული. და თუ შენ კვირას არ მოდიხარ იმიტომ და ეხლა ბოლოში ტელეფონში იყურები და შენიშვნას მოგცემ და მერე გეწყინება, ხო? რაღაცა არ არის ლამაზი, ხო? მე ვქადაგებ და ტელეფონში იყურება ვიღაცა და რაღაცას ერთობა. როდესაც ღვთისმსახურება მიდის და შენ ტელეფონში იყურები ან რამეს კითხულობ, შეურაცხყოფას აყენებ შენ ღვთისმსახურებას. იმიტომ რომ ღვთისმსახურებაზე არა ხარ, შენ კითხულობ ზიარების ან ზიარების შემდგომ ლოცვებს. არ გესმის, უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენდი სახში რომ დარჩენილიყავი, ვიდრე ეკლესიაში მოხვიდე და არ მოიქცე ისე, როგორც ეკლესია გასწავლის შენ. აი ამიტომ თანაბარი სიხარული და მწუხარება დაეუფლა ჩემ გულს, რომ მე ვიფიქრე, რომ გუშინდელ დღეზე მეტი ხალხი მოვიდოდა დღეს. მაგრამ კიდევ გამისრუდა იმედი, მაგრამ არ აუშავს. გულს არ გავიტეხ, არ დავეცემი სულიერად და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემო უძვირფასესო ადამიანებო, რომ სოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც 12 მოციქულის სახელზე აშენებულ ტაძარს ქვია სვეტი ცხოველი. მსგავსი რამე არ არსებობს. ჩვენ ხო ყველაფერში გამორჩეულები ვართ, როგორც სუდში, ასევე კარგშიც. და აი ამიტომ ჩვენ სიხარულით ვიხსენებთ დღევანდელ დღეს სვეტი ცხოვლობას და გვახსენდება მე-18 ფსალმუნის მე-4 მუხლი, რომ ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი. თქვენ იცით მათეს სახარება როგორი სიტყვებით მთავრდება, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს ეცით მათ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ეს ყველამ ვიცით, ეს არის კონსტიტუცია მართლმადიდებელი ეკლესიის, მაგრამ უმთავრესი მე შემიძლია ქრისტეს მიარი სიყვარულით ჩემი კოლეგებიც კი ვამხილო დღეს. რითი ვამხილო იცით? რომ ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა, მათ შორის მეც, დიდი ხანი არ არის, რაც ეს გავიგე, არ იცის თავისი პირველი მოვალეობა რა არის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სამოციქულო ეკლესია ვართ. დიახ, სამოციქულო ეკლესია ვართ. ამას სომხებიც ამბობენ. მაგრამ არის ისინი სამოციქულო ეკლესია არა, რატო იყო, მაგრამ აღარ არიან. იმიტომ რომ ქალკინდონის კრება არ მიიღეს მათ და ქრისტეში ერთ ბუნებას აღიარებენ. ჩვენ ორ ბუნებას ვაღიარებთ, დიოფიზიტები ვართ, ხო? დღეს რომ ვიღაცამ ჩვენ კითხოს, რითი დამიმტკიცებ, რომ საქართველოში იყვნენ მოციქულები? სიმონ კანანელი, ანდრია მოციქული, ბართლომე, მატათა, ჩვენ ვასახელებთ 6 მოციქულს. მე ცოტა ეჭვი მეპარება, მაპატიეთ 6 არა, მაგრამ 2 ხო ნამდვილად ვიცით რომ იყო. და ამბობენ რომ მატათაც იყო. გონიოშია მისი საფლავი, როგორც ამბობენ. როგორ დაუმტკიცოთ? დღეს უამრავ წარმართ ისტორიკოს, ვინც კეთილი განწყობით არ არის ჩვენს მიმართ. ძალიან მარტივად გეტყვით ახლა 3 სიტყვა და საკმარისია რომ მე დავამტკიცო, რომ ჩვენი ეკლესია პირველი საუკუნიდან არის და მოციქულების მიერ არის დაარსებული. 3 სიტყვა, რომელიც უკვე ბერძნულში აღარ იხმარება იმ გაგებით, როგორი გაგებითაც მაშინ იხმარებოდა. ეს არის ოდიკი, რომელიც საკურთხეველში
არის დაბრძანებული და ზედ სახარება არის დაბრძანებული, ზედ ბრძანდება ბარძიმი და ფეშხუმი, რომ არ იყოს ოდიკი, წირვა არ შეიძლება რომ აღესრულოს. ოდიკი არის ბერძნული სიტყვა და ქართულად ნიშნავს საგზაოს. კარგად დაუკვირდით რა ძველია. ადრე ტაძრები არ იყო შემოკარგებო და წირვა ტარდებოდა წმინდანების სხეულზე, ან წმინდა ნაწილებზე პირდაპირ. რამდენი წმინდა სხეული და რამდენი წმინდა ნაწილი რომ არ არის, ამიტომ გარდამოხსნის სტილოზე, სადაც გამოსახულია გარდამოხსნილი მაცხოვარი, ჩაბრძანებულია, დაუნჯებულია წმინდა ნაწილი და ეს არის ოდიკი. და ბერძნულში ეს სიტყვა უკვე აღარ არსებობს, ბერძნულში ოდიკს ქვია ანტიმესიონ, საკურთხევლის ნაცვლად. ანუ ჯვარი გწერია, მაგრამ დადგება ეგ დრო, რომ საკურთხეველში აღარ შეგვიშვებენ, ტაძარში აღარ შეგვიშვებენ, მე შემიძლია ავიღო ოდიკი, შევინახო იღლიაში, უბეში და წავიდეთ და ნებისმიერ ადგილზე ჩავატარო წირვა ქვაზე, ტყეში, ღრეში, მთაში, ბარში, თუ მექნება ოდიკი, იქნება წირვა. თუ არ იქნება ოდიკი, არ იქნება წირვა. და ეს მარტო ქართველებმა შემოვინახეთ, იმდენად ძველია ეს სიტყვა, რომ ჩვენი ეკლესია რომ არ იყოს მოციქულთა დაარსებული და ბერძნულ ენოვანი თავიდან. ხო? ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადაც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხო რომ კირილეისონ ითქმის ბერძნულად. რატო? არ დაგავიწყდე სამპარტავნებაში, არ ჩავარდე, ვისგან მიიღე შენ ამხსარებლობა. და ჩვენ გვაქვს სიტყვა ოდიკი, აღარ გავაგრძელებ. ეს ერთი. მეორე, ემბაზი. ესეც ბერძნული სიტყვაა და ნებისმიერმა ქრისტიანმა იცის რა არის ემბაზი, ხო? სადაც ხდება ადამიანის შთაყურყუმლავება და ნათლის ღება. ბერძნულში ეგ სიტყვა აღარ არის, იქ სულ სხვა, იქ არის ბაპტიზო, ბაპტისტერიუმი. ეგ სიტყვა იქ აღარ არის. და ჩვენთან რომ ეს სიტყვა იმდენად უკვე ცნობილია, ქართული შესატყვისი არ ქონდა, ცარიელი დახვდა, ქართული ენა, როგორც აი დიაკონი, ეპისკოპოსი, ეს სიტყვები იმდენად ქართულია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ არის ბერძნული. და ასევე ბერძნული არის სიტყვა ემბაზი და დღეს ბერძნულში ის აღარ იხმარება. სულთმოფენობის დღესასწაული. სულთმოფენობა ბერძნულად არის პენტეკოსტა, 50-ე. ჩვენთან არის მარტირია, მარტვილობა, აქედან მოდის. აი ეს სამი სიტყვა შემოგვინარჩუნა ჩვენმა დედა ეკლესიამ, ნებისმიერმა ქრისტიანმა იცის ამ სიტყვის შინაარსს. და ეს სიტყვები დღეს ბერძნულში საერთოდ აღარ იხმარება. დასკვნა რა არის? იმდენად ძველია და იმდენად პირველია ჩვენი ეკლესია და იმდენად სამოციქულოა, რომ ჩვენ ეს სამი სიტყვა გითხარით, თორე კიდე უამრავი სიტყვებია შემოკარგებო და აი ამ სიტყვებით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია. ეხლა უყურეთ, რუსულში მოციქული არის აპოსტოლი. ეს არის ლათინურიდან კალკირებული და ქართულში არის მოციქული. ძველ ქართულად არის სიტყვა ციქვა და აქედან მოდის მოციქული. ციქვა, მოციქული ნიშნავს პიროვნებას, ადამიანს, რომელიც ორ სუბიექტს შორის მიმოდის და ქადაგებს და რაღაც გარკვეულ ამბავს აუწყებს. როდესაც ბრუნდებიან მოციქულები ქრისტესთან, მე მინდა ამ ქადაგებას ალბათ სასულიერო პირებიც მოისმენენ, მაგრამ მე ჩემ თავს ვეუბნები, მე თვითონ არ ვიცოდი ეს და მეგონა, რომ კვეთებულის ლოცვას კითხულობდა რამოდენიმე ადამიანი თბილისში. ასე იციან ხოლმე, აი ამადა ამ ტაძარში 4 საათზე აღესრულება კვეთებულის ლოცვა. ეშმაკო ფრთხილად იყავი, მოვდივარ, უნდა დაგეჯახო. აი პირდაპირ ამას ნიშნავს ეს რა. 4 საათზე მე ფეხბურთი ხო არ არის არა, რომ ახლა დაიწყება შერკინება და გოლი უნდა გავიტანო. მოციქულები რას ეუბნებიან ქრისტეს? გვიხარია, რომ შენი სახელითო ეშმაკები გვემორჩილებიანო. ნებისმიერ კურთხევანში კვეთებულის მსახურება წერია, როგორც ნათლობა, როგორც ჯვრისწერა, ნებისმიერი მსახურება და არ წერია, რომ ეს უნდა წაიკითხოს გამოცდილმა ბერმა, ან გამოცდილმა დეკანოზმა და ასე შემდეგ. როგორც მღვდელი ოლარის გარეშე სახლის კურთხევაზე არ დადის, ასევე მასთან ჯიბეში უნდა კონდეს შეფუცება, ანუ იგივე კვეთებულის ლოცვები. თუ მღვდელმა ადამიანი
არ განხსნა და არ შეკრა, ის თავის მოვალეობას არ ასრულებს, როგორც გინდა ორატორი იყოს, როგორც გინდა კარგად ქადაგებდეს, მთელი ღვთისმეტყველება ზეპირად რო იცოდეს, ის ღუდელი არის უიარაღო. არაფერს არ წარმოადგენს ის ღუდელი. რო შეიმოსე, ენქერი რო გიკეთია, ეს არის სულიერი მახვილი. ენქერი რო გიკეთია, ავტომატი რო გიჭირავ ხელში, შაშხანა რო გიჭირავ ხელში და არ ისვრი და ბოროტებას რო არ განასხამ ადამიანისგან, რა ღუდელი ხარ, რა მეომარი ხარ, ის რო კარგად იქადაგე, დღეს ერის ხალხი უფრო კარგად ქადაგებს, ვიდრე ღუდლები. Chat GPT-ში შედით, აკრიფეთ, რას გინდა ყველაფერს დაგიწერთ ხუთიანზე, ჩემზე კარგად გადმოგცემთ ყველაფერს, შეკითხვა დაუსვი მარტო სწორედ. ყველაფერს მიიღებ პასუხს, ხო? მაგრამ Chat GPT ეშმაკებს ვერ განასხავს. აბა კითხე ეშმაკი როგორ უნდა გავასხავთქო, გეტყვის ვერ გავიგეო შეკითხვა, ხო? აი ამიტომ დღეს ჩვენ 60 ქულო ეკლესიის წიაღში რო ვიმყოფებით, სასულიერო პირები, თუ ჩვენ ადამიანებს შეკვრის და განხსნის ლოცვას და მსახურებას არ აღუსრულებთ, ჩვენი მოქმედება არის ნული. ხელი რო დაასხა ქრისტემ, რა უთხრა მოციქულებს, ვისაც მიუტევებთ, მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ, არ მიეტევებათ. შეკვრის და განხსნის ხელმწიფება მისცა მღვდელს. მღვდელში იგულისხმება ეპისკოპოსიც, ანუ დიდი მღვდელი, ესე ერქვა ძველ ქართულად, და ასევე რა თქმა უნდა იგულისხმება დიაკონი. აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დაიმახსოვრეთ, რომ თუ ჩვენ აი ამ მოვალეობას, აი ამ ჯვარს, აი ამ მსახურებას არ ავასრულებთ, ჩვენ ჩათვალეთ, რომ არაფერს არ ვაკეთებთ და ხედავთ კიდეც რამდენი შეპყრობილი ადამიანი დადის ჩვენს გარშემო. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება გუნდ ყველას ჩაუტარო და გამოვაცხადო, რომ ორ შაბათს 2 საათზე კვეთებულს კითხულობს მამა გიორგი და მოდით. და ან თქვენი მეუღლეების მაიკები წამოიღეთ და ფეხსაცმელები წამოიღეთ. სად გაგონილა ხალხო ასეთი რამე? ეს არის სიბნელე კუბში. ეს არის საშინელება. ასეთი რამე არ არსებობს და შეიძლება რომ ამ ხელა ქალაქში ერთი მღვდელი კითხულობდეს, ანუ ერთი მღვდელი ასრულებს 60 ქულო ხელდასხმას და სხვა ჩვენ დანარჩენი მარტო ნათლობა, ჯვრისწერა და აღსარებას ვიბარებთ. როგორ ფიქრობთ თქვენ ეს ნორმალურია? არ არის ნორმალური. იცით რას ამბობენ და მეც ასე ვიცოდი აქამდე. მე რო წაუკითხო იმოს კვეთებული ეშმაკი ჩემზე გადმოვა. ვირუსია, კაცო, რა უნდა გადმოვიდეს? ეს აზე არ ახარ შენ, რას აკეთებ? ესე იგი შენ გონია რომ იმას რომ განკურნავ, შენ დაავადდები? დაუკვირდით კარგად, შემოგარგებო. ეშმაკი შემოდის, როცა შენ გულს გაუხსნი მას, მაშინ შემოდის. ნებისმიერ ადამიანში ეშმაკი ვერ შევა მძლავრებითად. ძლავრებითად ეშმაკი ვერსად ვერ შედის. დღეს დღევანდელი სახარება ღორების კოლტში შეგვიშვი. ეხვეწებიან, ხო? ღორების კოლტში ვერ შევა. ადამიანში როგორ უნდა შემოვიდეს? და შენ ამ ხელა ხელმწიფება მოგცა ღმერთმა, რომ შეკრა და განხსნა და იძახი რომ ეხლა შენ წაგიკითხო კვეთებულის ლოცვა, ჩემზე გადმოვა ეშმაკი და არა, გადი იქით. არ გადამდო ეშმაკები მე. არ მინდა ეხლა გავაგზელო, კარგად გამიგეთ. 3 განგმირავი ლახვარი აქვს ეკლესიას, ვითაც ბოროტება უნდა დაამხოს. 3 ძირითადი მახვილი. ეს არის პირველი ნათლის ღება. ყველაზე ძალიან ეშინია ღმერთს, ეშმაკს ნათლის ღების. თქვენ ხატი გინახავთ, იესო ქრისტე რო ინათლება ფეხქვეშ, ეშმაკი არის განთხმული. ანუ იორდანეს წყალში, ნაკურთხ აიაზმაში განიწმინდება ადამიანი პირველი ცოდვიდან, ადამი და ევადან გადმოსული ცოდვიდან, ცოდვის მიდრეკილებებიდან და ადამიანი ემბაზიდან ამოდის განწმენდილი. აი, როცა ნათლის ღების საიდუმლოს ესწრებით, გაიხსენეთ პირველი შეფუცება, პირველი კვეთებული მოდელი, რომელიც კვეთებულს არ კითხულობს, არც ნათლის ღება არ უნდა ჩაატაროს, იმიტომ რომ იქ პირდაპირ გამოიწვია ეშმაკი, ხო? ფუ ეშმაკო, ფუ ეშმაკო, ფუ ეშმაკო, აბა ეს რა არის? კვეთებული არ არის? აბა რა არის? მაშინ მითხარით რა, ეხუმრები ეშმაკს? როგორ არის ჩვენი საქმე? ეთამაშები? და ის რომ განაძევე ადამიანიდან და სამჯერში ან ერთს არ დაბრუნდება, არ მოიყვანს სახარებაში როგორც წერია, 7ჯერ მასზე უფრო ძლიერ ეშმაკებს არ მოიყვანს და რომ მოიყვანს, ამიტომ მოგცა ღმერთმა მეორე ლახვარი, ეს არის სინანული საიდუმლოება. ეს არის უკვე მეორე ემბაზი, მეორე ნათლობა, მეორე განწმენდა.
კი მოვინათლე ბავშვობაში, მაგრამ რა მახსოვს? აი ამიტომ, რომ ჩემიდან გავიდეს არაწმინდა სული და გავსუფთავდე, აღმოსარება უნდა გავაკეთო, უნდა აღმოვიღო ჩემი გულიდან და სულიდან ყველა მზაკვარი, ზაკული და საეშმაკო სიტყვა, მოქმედება, ვნება თუ სოდვა. ეს უკვე მეორე ლახვარი ვაგმირეთ არაწმინდა სულს და ეშმაკი როგორც შეშინებული კურდღელი ისე გაიქცევა ჩვენგან. ოღონდ ისე კი არა თქვენ რო ამბობთ ახსარებას, არ გეწყინოთ. ესე არა. აი ახსარება სხვა რამეა რა, ის რომ ფურცელს რომ მომაწვი, ზიარება რო გინდა, გუშინ რო ეზიარე და დღეს რო არ გესმის, რა უნდა გააკეთო, ეგ არ არის ახსარება. მე თუ გუშინ კარგად ვილოცე და მე თუ გუშინ კარგად ვიმარხულე, არ უნდა მეყოს მე ის დღესასწაული, ის ზიარება, ის ახსარება, ის არ მყოფნის, კიდე მინდა გუშინ წინ რო უყურე კარგ ფეხბურთს და მერე გაიგერო კიდე მეორე თამაში არის კიდე სხვა გუნდებს, აღარ უყურებ მეორე ფეხბურთს, იტყვი რომ გუშინ უკვე უყურე მე ფეხბურთს, ეხლა სხვები თამაშობენ და აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ გუშინ ხო უყურე არა? ხო გაგეცინებათ ეხლა თქვენ ამაზე, რომელი გულშემატკივარი ფეხბურთის არ უყურებს, ყოველდღე რო იყოს საინტერესო ფეხბურთი, ყოველდღე უყურებს და წირვა რამდენად საინტერესოა. და მესამე, ჩემო ძვირფასებო, მესამე ლახვარი, რითაც ჩვენ უნდა გავგმიროთ არაწმინდა სული, ეს არის სისხლი და ხორცი იესო ქრისტეს. ოღონდ ისე მიღებული არა, აი ჩვენ რო გონია, რომ აი მე მამაო ორის ნახევარზე წყალი დავლია და ვერ ვეზიარები. გასისულელია ხალხო, რა თქმა უნდა, არ უნდა კონდეს წყალი დალეული, მაგრამ თუ დალიე, ან კბილებს რომ იხეხავდი და წყალი ჩაგეყლაპა და ამის გამო არ ეზიარები, მაგრამ გული ბოროტებით აქვს სავსე, შურიანი და მზაკვარი ხარ, აი ეს უნდა დააფიქსირო. ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით მზად წმინდა ზიარების მისაღებად. ამიტომ ვეუბნებით მოძღვარს, მამაო, ცოტა შევრცხვი რა. ერთ ჩემი მეგობარი ესწრება ახლა აქ. ერთად სწავლობდით და ერთად გაგვიტარებია ჩვენი ახალგაზრდობის ასაკი, ზვიადი აბალაკი აგერ მიყურებს და დღეს არ ეზიარა, იმიტომ რომ რაღაცო არავარო, ვერავარო რა ფორმაშიო. მე ახლა აღარ დავაძალე, იმიტომ რომ კაცი რო ამას გეტყვის, ეს უკვე სინანულია, ეს უკვე კაცობაა, ეს უკვე აქედან იწყება ქრისტე, შემიძლია ძმაკაცურად ვაზიარო, მაგრამ ღმერთი იტყვის რომ მამა გიორგი, ეგრე არ არის რა, ძმაკაცობით კი არ უნდა აზიარო ადამიანი, უნდა აზიარო სინანულით, უნდა აზიარო მოწადინებით. არც მომავალ კვირას იქნები ზვიად მზად და არც იქიდან კვირას, მაგრამ მე მაინც გაზიარებ, იმიტომ რომ შენ გექნება სურვილი ზიარების მიღების და ღმერთი გეტყვის, მოდი ამ ეტაპზე ეზიარე შვილო და გაუფრთხილდი იმ ზიარებას, რომელსაც შენ მიიღებ, ეს შენ გახდები უკვე იესო ქრისტეს სისხლით და ხორცით ნათესავი. ჩვენ ხო ნათესავები გვყავს, რომლებიც გვიყვარს და ვამბობთ, რომ ეს არის ღვიძლი ძმა, ეს არის გარე ბიძაშვილი, ეს არის დეიდაშვილი, ხო გვიყვარს ეს ხალხი და პატივს სცემთ მათ. რამდენად მეტია, ჩემო ძვირფასებო, სისხლით და ხორცით ნათესაობა იესო ქრისტესი, ღვთისმშობელის, მოციქულების, ყველა წმინდანის, წმინდა ნაწილები, რომლებიც ამოღებულია კვეთის დროს, ერთად ჩაესვენება წმინდანების სახელზე ამოღებული და ცოდვილ ადამიანებზე ამოღებული წმინდა ნაწილები ერთად თავსდება ბარძიმში და ერთად ხდება შემდგომში მისი მიღება ჩვენს მიერ და ბოლოს მღვდელი სამკვეთლოზე მიიღებს დარჩენილ წმინდა ნაწილებს. აი ამიტომ, ჩემო კარგებო, დღევანდელი სახარება ძალიან საინტერესოა. ბოროტისგან განშორება. ბიბლია ამბობს, რომ უფლის შიშია სიბრძნე და ეშმაკისგან განდგომარიო შემეცნება. თუ შენ უფლის შიში არ აქვს, ეშმაკი შენგან არ გაიქცევა, უკვე მერე ისჯები ფობით, სიმაღლის გეშინია, ჩაკეტილი სივრცის გეშინია, მასონების გეშინია, ანტიქრისტესი გეშინია და რაღაც სისულელეებით, ფობიებით ახარ დაავადებული. ეს რომ ასე აღარ იყოს, ჩემო ძვირფასო ქრისტიანებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო სულიერო შვილებო, ამ ტაძრის მრევლო, გთხოვთ რომ დაიმახსოვრეთ სამი ლახვარი, რითაც ნადგურდება არაწმინდა სული. და თუ თქვენ ნათელღებული ხართ
სინანული უნდა გქონდეთ და ყოველ კვირას თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიიღოთ წმინდა ზიარება. თუ არა, მაშინ კარები ღია და როცა ბოსტანში კარები ღია, შედის ყველანაირი პირუტყვი და ანადგურებს იქავრობას. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მზადებით ერთი წმინდა საყოველთაო, ანუ კათოლიკე ეკლესიის შვილები, ავტოკეფალიური ეკლესიის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შვილები და ნურაფნის ნუგეშინიათ. აი ამ ეკლესიამ, ესე იციან ხოლმე ხუმრობით, მამაო, გვეშველება რამე, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, როცა ამას ეუბნები მოძღვარს, გეშველება, როცა მესია მოსულია, როცა ქრისტე მოსულია ქვეყნიერებაზე და შენ კითხვას სვავ ირონიით, შენ არაფერი გეშველება თუ ვერ ხედავ განკაცებულ იესო ქრისტეს, რომელიც გამოსახულია აგერ ჯვარცმაზე. და კითხვას ვსვავ ირონიით, გეშველება რამე, არაფერი არ გეშველება, იმიტომ რომ ამერიკის იმედზე ხარ, რუსეთის იმედზე ხარ, ევროპის იმედზე ხარ და შენაირი ცოდვილი ადამიანების იმედზე ხარ, არც არაფერი არ გეშველება. ამიტომ, ვისაც ნაშველი გვაქვს და ეკლესიაში ვართ, გვახსოვდეს შემოკარგებო, რომ ეშმაკი დაამარცხა ქრისტემ გოლგოთაზე ჯვარცმით, მაგრამ როგორც ხეს რომ მოჭრიან, მაგრამ ფოთლები ჯერ კიდევ ცოცხლობს და გვიან ჭკნება და გველს რო კუც მოაჭრი, მაგრამ გველი ცოცხალია, მაგრამ კიდევ აქნევს კუც, აი ესე არის ეშმაკი განწირული, მაგრამ ცდილობს, რომ ბევრი ადამიანი გაიყოლოს საუკუნო სატანჯველში, უღრმეს ტარტაროსში. ამიტომ ეს რო ასე არ მოხდეს, გვეპყრას სამოციქულო სწავლებანი, გვეპყრას კურთხევანი, გვეპყრას ლოცვანი, ჯვარი, სახარება, ზიარება და გავაგრძელოთ მსვლელობა სასუფევლისკენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და განიდევნოს ჩვენგან ყოველგვარი მზაკვარი, ზაკული და საეშმაკო მოქმედება. ჩვენთან არის ღმერთი.